ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ყავს ხაზზე ნიკა საღამომშვიდობისა მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად თქვენი პოლიტიკური შეფასება მაინტერესებს როგორ აფასებთ ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს კორონავირუსთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე და შემდეგ მოგესალმებით პირველ რიგში ისეთ მინდა იცით ინგა არ მინდა შევიდე შეფასებებში ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით, ვინაიდან შორს წამიყვანს და რატომ? იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ ხელისუფლების ბრძოლა ამ ვირუსის წინააღმდეგ და მე თქვენს ეთერშიც გავემეორებ რომ მე პირადად ყველა იმ ზომას უჭერებ ხარს ხელისუფლების მიერ მიღებულს და ნაბიჯს რომელსაც გადადგამს, რომელიც მოემსახურება ვირუსის გავრცელების შეკავებას. ყველა მკაცრ გადაწყვეტილებას. ეხლა ხელისუფლება არ არის მარტივ მდგომარეობაში და თქვენ ახსენეთ სწორად ქართული ოცნების წარმომადგენელთან საუბარში რომ უკანასკნელ პერიოდში ოპოზიცია ცდილობს რომ ვიყოთ მინიმუმ რბილი ხო ეს სახეზე იყო თავშეკავება იყო პოლიტიკური განცხადებების კუთხით ეს არ არის მართლა მათი ბრძოლა მხოლოდ ისინი უძლურები იქნებიან თუ პრეტენზია ძალიან ბევრი არსებობს თეორიულად რომელიც დამთავრდეს გადავლახოთ ეს საფრთხე კრიზისი და ამის შემდეგ კი ბატონო გინდებათ ნიშანი მოუგოთ და გინდებათ არ ვიცი დებატებში გამოვიწვიოთ ერთმანეთი მაგრამ ხელისუფლება არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში რა თვალსაზრისით გამბედავი ნაბიჯების გადადგმა უჭირს ანუ არ არის გაბედული აქეთ აშინებს ოპოზიციის რეაქცია იქით აშინებს გავლენიანი ინსტიტუტის ასე თქვათ რეაქცია და პოზიცია საპატრიარქოს სახით იქით კიდე საზოგადოება იქით არ ვიცი ელექტორატი და დროში აგვიანებენ ამიტომ მნიშვნელოვანია ჩემის აზრით რომ იგრძნოს ხელისუფლება რომ ოპოზიცია არ არის ჩასაფრებული და სწორი და მკაცრი გადაწყვეტილებების მიღებისას უპირდე დანას ჩვენ არ ჩავარტყავთ წინააღმდეგ შემთხვევაში ეს პროცესი თუ გაგვექცა ხელიდან უმძიმესი რბილად რო თქვა მდგომარეობის წინაშე აღმოჩნდებით ჩვენ არც ერთი სამედიცინო სისტემა და არანაირი ჰოსპიტალური სისტემა ამ ქვეყანას უბრალოდ აღარ დარჩება და ვეღარ უშველით წარმოვიდგინეთ 500 600 700 ღმერთმა დაგვიფაროს 800 კორონავირუსით დაავადებული ადამიანი რომ ყავდეს ქვეყანაში რისკიც მაღალია და ალბათობა მაღალია არსებობს არც ერთანი შესაბამისი და არც ექიმი ასე თქვა გვეყოლება ქვეყანაში ხო იტალიაში ერთი თვის წინ ინგა ერთი თვის წინ დაფიქსირდა პირველი მსხვერპლი დიახ და 1500 არის ჩვენ პიკზე როგორც ბატონი გამყრელიძე ამირანი საუბრობს რომლის მიმართაც მე პირადად მაქვს ნდობა აბსოლუტური როგორც ბატონი იუნაძეს მიმართ და ბატონი ცერცოძეს მიმართ და ვიღაცას ხონდა ვენდოთ ხახო არ შეიძლება ექიმთან კამათი მე ვარ ექიმების ოჯახის წევრი და წარმოუდგენელია ეხლა რომ მამაჩემს კარდიოლოგიაში ეკამათებოდეს არ ვიცი მე პოლიტიკოსი შეუძლებელია უბრალოდ თუ ეხლა თუ შარზე ვართ კი ბატონო ხო მაგრამ ეხლა ყოველთვის შეგვიძლია ჩვენ ვეკამათოთ ერთმანეთს მაგრამ დროს და კონტექსტს მართლა დიდი მნიშვნელობა აქვს ამიტომ ეხლა პიკი იქნებაო ბატონი ამირან გამყრელიძე საუბრობს და ისედაც ვიცით ხო გამოცდილება ეხლა მივიღეთ სხვა ქვეყნებით და დაახლოებით მე-7 მე-8 მე-6 კვირას ჩვენ ვართ ეხლა პირველი კორონავირუსის დადგენიდან მე-3 კვირაში. ამ წუთის ინფორმაციით 61-მდეა გაზრდილი ინფიცირების შემთხვევები, დღეს დაემატა კიდევ ამ საღამოსთვის 7 პაციენტი, დიახ. ანუ სადღაც ინგა მაისის შუა რიცხვებში, მაისის ბოლოსთვის ველოდება ჩვენ უმძიმესი დღეები, თორე ეხა ხელისუფლება რომ იმ სიმაღლეზე ვერ დგას, როგორცაც ისურვებდის თქვენს ინგა მეც და ყველა მაყურებელი და თავად ხელისუფლებას ყველა შემთხვევაში ჩვენ ახლა ამაში ვითყვილებით როდესაც ვამბობთ რომ ჩვენი თავარი ოპონენტი ახლა არის ვირუსი დიახ პოლიტიკა არაფრის შუაში არისო რომ ამბობენ ხოლმე ეს არის როგორი ტყუილი იცით პარტიული პოლიტიკა არაფრის შუაში არ არის თორე პოლიტიკა როგორ არაფრის შუაში არ არის პოლიტიკიდან გამომდინარე მივიღეთ ჩვენ გადაწყვეტილება ხელისუფლებასთან ერთად ოპოზიციამ ანუ პოლიტიკის ორმა შემადგენელმა ნაწილმა ოპოზიციამაც და ხელისუფლებამ და მივიღეთ საგანგებო მდგომარეობა რომლის ფარგლებშიც იყო რიგი შეზღუდვები და არის რიგი შეზღუდვები სავალდებულო შესაძლებელი ყველა მოსახლესთვის, ყველა მოქალაქისთვის და ეხა ერისთვისაც და ბერისთვისაც და
ჩემთვის მიუღებელი არის ნებისმიერი ბიუროკრატია იქნება თუ სასულიერო პირი და ერთ-ერთმა სასულიერო პირმა საერთოდ გამოვიდა და პრემიერ-მინისტრს გახარია, ეს ახლა ჩემი დასაცავი რო გახდებოდა გახარია, ნამდვილად ვერანაირად წამოვიდგენდი. უთხრა რომ იქით დაგაჯარიმებო შენო. საგანგებო მდგომარეობას ვის უცხადებო. ეს არ არის ნორმალური მოვლენა და ჩემის აზრით თუ არ გვინდა რომ საზოგადოებას დათური სამსახური გავუწიოთ, ყველა პოლიტიკოსმა ხმა უნდა ავიმაღლოთ ამ როგორც მინიმუმ უპასუხისმგებლო განცხადებების წინააღმდეგ, ამავე დროს გვერდში დაუდგეთ და სოლიდარულები ვიყოთ ბატონი გამყრელიძეს მიმართ, ბატონი ცერცვაძის მიმართ და ბატონი იმნაძეს მიმართ. ამ ადამიანების კომენტარებს, როდესაც ვისმენ საპატრიარქოსთან დაკავშირებით დასხმულ კითხვებზე, შევდივარ მათ მდგომარეობაში. მესმის ისინი ერიდებიან, ბუნებრივი არ არიან პოლიტიკოსები, თუმცა ხელისუფლებას რაც შეეხება, ვერ ამჩნევთ მობილიზებას, ბატონო ნიკა. ანუ აი ხელისუფლებას როგორც მოქალაქე, როგორ შეაფასებთ პოლიტიკის მიღმა, აი ამ ნაბიჯებით, რასაც დგამს. არ მინდა შესვლა, თორე ბევრი დღეს ეხლა არ არსებობს პრაქტიკულად არც ერთი აფთიაქი, სადაც შეუზღუდავად პირბადეს იყიდეს, არა ნორმალური. ეკიპირება არ აქვს ექიმებს. 10 საათით, აი ხა თუ არა, მაინც მიწევს ეკრიტიკამ არ მინდა რომ წამი ასე თქვათ გამიტაცოს, მაგრამ გუში გავაკეთე ეს განცხადება და თქვენთანაც სიამოვნებით გავიმეორებ. გამბედაობა რო აკლია ხელისუფლებას ამ კრიზისში, ეს კომპლექსი და ეს პრობლემა ჩვენ უნდა მოუგვაროთ, ჩვენ დავეხმაროთ. ამ შემთხვევაში ერთმანეთს ვჭირდებით. ჩვენი შვილების, მშობლების, უცნობების, ნაცნობების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უზრუნველსაყოფად. თორე გუში მთელი 10 საათით დაგვიანდა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. კი ბატონო, ანუ ნაცვალსახელოდ ჩვენს ვიხმარ და არა ის მათ ხელისუფლებას დავაბრალებ. ჩვენ ყველამ ერთად დავაგვიანეთ 10 საათით გამოგვეცხადებია საგანგებო მდგომარეობა, ანუ მარნეულში უბრალოდ საკარანტინო ზონად გამოგვეცხადებია. იმ 10 საათის განმავლობაში ახლა რამდენი ადამიანი ბოლოში შევიდო და გამოვიდო და თბილისში ჩამოვიდო და რატო შეშინებულია ხელისუფლება ახლა გახარია და ვერ საუბრობს, აი ახლა უსმენთ და ვერ საუბრობს, თამამი ვერ არის და ვერ ეუბნება რომ ეკლესიური შეკრებები უნდა შეიზღუდოს, იმიტომ რომ ეშინია ცალკე რევლის ნაწილი, რომელთა მადლობა გვაქვს 90% აბსოლუტურად მაღალი თვითშეგნების ეს ყველა პოლიტიკოსის ხვედრია ბატონ ნიკა, ჯვრების დატოლება წავიდა ბოლოს ქართულ პოლიტიკაში, ამიტომ არ მიკვირს, ხო გესმით რას გეუბნები. საპატრიარქოსთან დაკავშირებით 1-2 რომ საერთოდ განცხადებები გამეკეთებიოს, მაგრამ თუ არის საგანგებო მდგომარეობა, საგანგებო მდგომარეობას ემორჩილება ყველა. მადლობა, დიდი მადლობა. თუ ამ ქვეყანაში სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობები დარეგულირებული არის. შესაბამისი კონსტიტუციური შეთანხმებით, ხო და ამ კონსტიტუციური შეთანხმების ფარგლებში განსაკუთრებით, როდესაც საგანგებო მდგომარეობა ცხადდება და რომელიღაცა ასე თქვა, დელთავარი გამოდის და ამბობს, რომ ეუბნება პრემიერ-მინისტრს, რომ ვის გაუბედო, იქით დაგაჯარიმებო. კი ბატონო, ვიღაცას თუ არ ეშინია, სხვას ეშინია. შობლებს უნდა ვცეთ პატევი და გარშემოყოფა და გასაგებია ნიკა, მადლობა. დიდი მადლობა.